ქალაქის ურბანული განვითარება, პერიფერიულ უბნებში ბინათმშენებლობა, ფასადების მიღმა, დარჩენილი ბარაკული ტიპის საცხოვრებლების არქიტექტურული კუთხით ცვლილება, ძველ სამშენებლო რეგულაციების დაცვა, როგორ უნდა განაშენიანდეს ბათუმი ისე, რომ არ დაირღოს მისი იერსახე. Ამ საკითხებზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ქალაქში მომუშავე არქიტექტორებთან და მერიის არქიტექტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატის განცხადებით მერიის დაქვემდებარებაში არსებული არქიტექტორთა საბჭო უნდა იყოს ლეგიტიმური და გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს. ერმაკოვი ხარდაჭერთა დარბაზში შეკრებილ არქიტექტორებს ქალაქის კვარტალურ განაჩენიანებაზეც ესაუბრა. მისი თქმით, არქიტექტორები ქალაქის ურბანულ განვითარებაში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები. ერმაკოვა განაცხადა, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობისთვის პირველადი ნებართვების გაცემა მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა ხდებოდეს, რასაც ამჟამად დაახლოებით 8 დღე სჭირდება. საინტერესო იყო თქო ეს საუბარი იმ თემაზე, სამომავლო გეგმებზე რა შეიძლება თქო გაკეთდეს არქიტექტურული ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ასევე ძალიან საინტერესო იყო იმას საუბარი, რომ არქიტექტურის საბჭოს ფუნქციაც ალბათ უნდა გაიზარდოს, რათა არ მოხდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყოს მინიმალურად დაყვანილი და მოხდეს პროფესიონალებთან, საზოგადოებასთან შეთანხმებით ამათ თუ იმ საჭიროებათა საკითხის გადაწყვეტა ქალაქის განვითარების თვალსაზრისით. ძველ უბანში ყველაზე დამახასიათებელია სართულიანობა, სტილების სიჭრელე, ყველაზე ნაბოლოს აი ქალაქის ცენტრი არის ბევრი ნიმუშები უგემოვნების. სხვადასხვა უბნების მიხედვით საუბარი იყო ქალაქის თქვა ცენტრალურ უბნებზე, ქალაქის სხვა უბნებზე რა მიმართებით მივდივართ, რას ფიქრობენ არქიტექტორები. გვაქვს ჩვენ მსახური ნაგებობები, რომლების რეაბილიტაციაზეც უნდა ვიფიქროთ. გვაქვს ბარაკული ტიპის შენობა ნაგებობები, მაგრამ ქალაქის ცენტრში. ეს სწორედ მაინტერესებდა არქიტექტორები რას ფიქრობენ. ამ შენობა ნაგებობის ათვისების ხარჯზე როგორი პროექტები უნდა გახორციელდეს, როგორი მიდგომა უნდა იყოს, ის უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი თუ ინდივიდუალური.